მოგესალმებით, ჩემო კარგებო, დილამშვიდობის მზიანი დღე გვაქვს და ზუსტად ასეთივე ლამაზ, მზიან, თბილ და ხალისიან დღეს გისურვებთ. აგარაში ვარ. უნდა წავსულიყავი ექიმთან, მაგრამ გადავდეთ ხვალისთვის. რა თქმა უნდა, შევეხმიანე და ვკითხე, რომ წამალი ერთი დღით კიდე რო გავაჩეროთ, რამე ხო არ მოხდება თქო და არაო. ყველაფერი კარგად არისო. ცოტა ჩავდეო. რა თქმა უნდა, რადგან სახლში ვარ და რადგან ყველაფერი გააშრა და რადგან ყველაფერი გაათბა და რაღაცა გაგაჩახჩახდა, ერთ კაი იმას დალაგებას დავარტყავ ახლა. წუხელის იყო პირველი ღამე, აი ამ ბოლო თვეში გამათბობელი რო გამოვხდეთ. იმდენად თბილოდა, რომ გარეთ მინუსიც არ იყო, პლუსი იყო და გამოვხდეთ ძილის წინ გამათბობელი და დილით რო გავიღვიძე ჩავრთე. ალბათ ღამე აღარ დავტოვებ ხოლმე. დღეის სადილები მომზადებული მაქვს, ლობიო მოხარშე. წიწიბურა მაქვს მოხარშული. კარტოფილი მაქვს მზად სუპიურესთვის. ქათამი შევჭრი. პატარა ნაჭრება, სალათის ფურცლები მაქვს. ერთადერთი ნაგავი მაქვს ჩასატანი და ბარაღამ შევალ მაღაზიაში, იქნებ ბებოს ლავაში მოიტანეს. აი ესე. რა კარგია ღმერთო. ხო კარგია ბუბუშა, ფრთხილად გენაცალებ, ფრთხილად. ბუბუში, არ დამენა ხო? აი ესე კარგად მოშრა ყველაფერი. მთაზეც სხვათა შორის შემცირდა თეთრი საფარი. დღეს კულინარიული საკონდიტრო ვიდეოები მაქვს დასამონტაჟებელი. გამოვაცხე სულ პრალინეთი. ანუ ზედაპირზე ერთგვარი ფხვიერი ცომი დავადე და ეს გავაკეთე ეს ცომი კაკაოსთან ერთად და შავია ზემოდან. ასევე ცალ-ცალკე მინდა დავამონტაჟო მოხარშული კრემი და მოხარშული ცომი, რომ ლინკები ჩავაგდო ხოლმე თუ ვინმე მკითხა და ეკლერს აღარ უყუროს, ვისაც ეს აინტერესებს. ასევე გავაკეთე და უნდა დავამონტაჟო პარი ბრესტი, ისიც ასევე მოხარშული ცომით. ამ ეტაპზე მოხარშული ცომით მზადება მორჩა, თუმცა მოხარშული ცომით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება კიდევ. აი ესე, რა მაქვს კიდე საქმე, ჩემმა მეგობარმა მთხოვა შარვარი დამიმოკლეო და უნდა დავუმოკლო. თმა მაქვს შესაღები, მაგრამ ცოტა ხანი უნდა გავჩერდე. არა ვარ მაგ ხასიათზე. ასევე რა მაქვს კიდე გასაკეთებელი, რომ ხო რომ უნდა მივალაგო, ხო ფაქტია და ჭურჭელი ხო იქნება დასარეცხი 1.300.000 და ეგ ხო თქვენ მოგეხსენებათ, რომ თვითონ იზრდება მე მგონი ჭურჭელი ნიჟარაში. ასევე ტასიკომ გადმოწერა ახალი სამონტაჟო პროგრამა და მინდა რომ ცოტა აზრზე მოვიდე, იქნება უკეთესად ამონტაჟებს, მეტი შესაძლებლობა აქვს და უკეთესი ხარისხიაო და ვცადოთ, აბა იქნებ რამე გამომივიდეს. ვეცდები ახლა პირველივე დაჯდომაზე არ გამომივა, მაგრამ მე ნელ-ნელა მივეჭვი. რა კარგია, რა კარგია, რა კარგია. ჩემო კარგებო, წავედი ახლა დღის განმავლობაში შეგეხმიანებით, კიდევ ერთხელ კარგ დღეს გისურვებთ, აბა, ყოჩაღად. კაცო, ნუ მეზასავები. გოგოებო და ბიჭებო, მივდივართ გორში. ჩემი ვარცხნილობა, როგორც ყოველთვის, იდეალურია. დედიკო, ხელი დაგვიქნიე, დე, შენც ჩანხარ კადრში. ჩემმა გოგოებმა და 8 მარტი მოგილოცეს გულით და სულით. ილოცავთ უყელას, იყავით ბედნიერი დედები და ბედნიერი კალები. მადლობა. რა გვინდა გორში? არც არაფერი სიმართლე, თუ გინდათ ვსეირნო. იმიტომ რომ კარგი ამინდია და როცა კარგი ამინდია, ყველაფერი კარგია.
ველში ვარ, შემოკარგებო. შარვალი ვიყიდეთ მე და დედიკო. შარვლები. დე? მანქანას ხედავსად მე? არა, დედა, არა. არა, იქ უნდა იყოს, იქ კი, იქ არის. მანქანას ვეცებთ. მთელი ქალაქი გარეთ არის გამოფენილი, ყველა სუხარია კარგი ამინდი. თბილისში როგორია? ო, თბილისში იქნება. ზღვაზე საბანაოები. ხო და რადგან ესე დათბა, მე მაგალითად ჩასაცმელი უნდა ამოვიღო გაზაფხულის, თორე უნდა ამოვიღო მართლა გაზაფხულის, რომ არ შევწუხდე. ცოტა უფრო რაღაცა თხელეთ. აბა ჩემო კარგებო. ვის უყვარს ეს ულამაზესი ფერის და საოცრად არომატული რამე და საერთოდ აბა თუ იცით რა არის ეს? მეც რამდენიმე წელია რაც ამის შესახებ შევიტყვე, ეს არის ციტრუსი კუმკვატი თუ ყიმკვატი, არ ვიცი როგორ უნდა თქვა სწორედ, გაჩეჩილება რა შეიმჩნევთ, ბოლო კი რასაკეთებ. რომელსაც დედაჩემი სულ მიხსნიდა, დედაჩემის ალალი დეიდა, დედის და ჩემი ტასობებოს და კატუშა მუშაობდა ბოტანიკურ ბაღში. ბიოლოგი, ბოტანიკოსი და მევაღე. და ძალიან უყვარდა თავისი საქმე და იმას ქონია თურმე ეს ყიმკვატი თავის სათბურში, ბოტანიკურ ბაღში და დედაჩემს ნაჭამი ქონია ბავშვობაში და სულ მიხსნიდა ესეთი პატარაა, ტკბილია, არომატულია, ნეტარა ქვია და როგორც იქნა მივაგენით, ეს ყოფილა ყიმკვატი. ფერი და სურნელი აქვს ციტრუსის, ძალიან ცოცხალი. წვნიანია, ცედრა გარედან ისეთივე გემოსი აქვს, როგორც დავუშვათ ფორთოხალს, თუ გაგისინჯავთ ფორთოხლის ცედრა და შიგნით გულისკენ მჟავია და აი რბილობი უფრო ტკბილია. ძალიან საინტერესო რამე, ახლა ვფიქრობ, რა დესერტი გავაკეთო. სხვათა შორის იყიდება ნერგები და ძალიან მინდა რომ ლიმონი და ყიმკვატი სახში ქოთნებში გავახარო. თავის იმიანი იჭმევა. გიჟდები.